დღეს 3 მაისია პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღე. ამ დღესთან დაკავშირებით გამოქვეყნდა სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც 2024 წლის მაისიდან 2025 წლის მაისის ჩათვლით სულ მთლიანად ჟურნალისტებზე პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის, თავდასხმის ან გადაღების აკრძალვის მთლიანობაში 342 შემთხვევა დაფიქსირდა. ამ 342 შემთხვევაში შედის მათ შორის ტელეკომპანია თრიალეთის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაც. შეგახსენებთ, რომ სოფელ აძუში უცხო პირი დაისხა თავს ტელეკომპანია თრიალეთის გადამღებ ჯგუფს, მათ ემუქრებოდა ხელს უშლიდა პროფესიული საქმიანობის შესრულებაში და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ასახულია სტატისტიკაში. მედიის წარმომადგენლები ამ დღის მნიშვნელობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია თავისუფალი სამუშაო გარემო, რადგან საქართველოში 2024 წლის მაისიდან დღემდე მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 342 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ კი მედიის ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის ანგარიშშია აღნიშნული. დღეს არის პრესის თავისუფლების დღე, სამწუხაროდ დღეს საქართველოში პრესა არ არის თავისუფალი და ხელისუფლება ყოველთვის ცდილობს, რომ შეზღუდოს მედიის წარმომადგენლები და ასევე დახუროს ის ტელევიზიები, რომელიც ხალხისთვის მუშაობს. მე ვისურვებდი, რომ საქართველოში პრესა და ასევე ჟურნალისტები იყვნენ თავისუფალნი, მის საქმიანობაში კი არავინ ერეოდეს. ყოველდღიურად ჟურნალისტებს ხელს უშლიან პროფესიულ საქმიანობაში და თავდასხმებით გამოირჩევიან მათ მიმართ. განვითარებულ მოვლენებს თუ გადავხედავთ, იქ კარგად ჩანს თუ როგორ დაესხა ტელეკომპანია თრიალეთის ჟურნალისტ ჩვენა ბიჭიკაშვილს პირი, უცნობი პირი, რომელმაც სცადა ტექნიკის დაზიანება, დაგვემუქრა და ასევე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მე ვიმედოვნებ, რომ საქართველოში დაცული იქნება ჟურნალისტის უფლებები და იქნება თავისუფალი მედია. 1993 წლის 21 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ანსამბლეამ მიიღო გადაწყვეტილება 3 მაისი დადგენილიყო საერთაშორისო თარიღად თავისუფალი პრესის მსოფლიო დღედ.